თვეებია, რაც პოლიტიკაშია, დღეს სწორედ ფოთელებთან გააკეთებს ბურჟუაზიის გუნდი. ფოთის შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადება ამ მრჩეველთან. კოტე კემულარია ნაციონალური მოძრაობიდან პაატა ბურჟუაზიის პარტიაში წავიდა. ამ თემას ჩვენ შემდეგ გამოშვებებში მიუბრუნდებით და დღის ამბებში 7 საათზე ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი სწორედ კოტე კემულარია იქნება. ასევე ჩვენი სტუმარი იქნება სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს გზის ლიდერი, რომელიც დღეს აკეთებს განცხადებას საკუთარ პოლიტიკურ განაცხადებას თან დაკავშირებით. ამ წუთებში კი გაერთიანებული დემოკრატების ოფისში საგანგებო განცხადებას აკეთებს უკვე ნინო ბურჯანაძე. ნინო ბურჯანაძის ბრიფინგს ურთავთ პირდაპირ ეთერში. მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ როგორც განვაცხადეთ, მოვამზადეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად იმ უპრეცედენტო ყაჩაღობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დემოკრატიული მოძრაობის ლეიბორისტული პარტიის პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო არასაპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს, ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს, ყველა მათგანმა 12-მა პარტიამ ჩვენ მხარი დაგვიჭირა ამ ინიციატივაში და ეხლა ამ წუთებში ყველა ამ პარტიის წარმომადგენელი ჩვენთან ერთად ბათუმში შედის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით მათ მხარი დაუჭირეს ამ სარჩელს, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ აბსოლუტურ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომლითაც ქართულმა ოცნებამ დაარღვია ყველანაირი ნორმები, რომლითაც ქართულმა ოცნებამ არათუ არ გაუმჯობესა საარჩევნო გარემო, არამედ პირიქით გააუარესა საარჩევნო გარემო სამი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისათვის არჩევნებამდე პრაქტიკულად 2 თვით ადრე. ქართულმა ოცნებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაეკმაყოფილებინა რესპუბლიკური პარტიის და ალასანიას პარტიის მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ მათაც ქონოდათ უფასო საეთერო დრო, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთებულიყო ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების ხარჯზე. ამით დაირღვა პარტიის უფლებები, ამით დაირღვა თითოეული ამ პარტიის წევრის უფლებები, ამით დაირღვა ელემენტარული სამართლიანობა, ამით გამოვლინდა ის, რომ ქართული ოცნება არაფრად დაგიდევთ სამართლიანობას, არაფრად დაგიდევთ კანონს, თავარია მისთვის, რომ შეასრულოს ის, რაც პოლიტიკურად, კონიუნქტურულად ჭირდება მას კონკრეტულ მომენტში. მსგავსი უპრეცედენტო აშკარა ყაჩაღობა საკანონმდებლო დონეზე, მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის ყაჩაღური არსისა, ნაციონალურ მოძრაობასაც კი არ გაუკეთებია არჩევნებამდე 2 თვით ადრე. მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ დაგვიბრუნდება უფასო საეთერო დრო, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრათ, რას ვპირდებით წინა საარჩევნოდ და ჩვენს ამომრჩევლამდე მივიტანოთ ჩვენი პოზიცია. უპრეცედენტოა ფაქტიურად ამდენი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა ამ საკონსტიტუციო სარჩელზე. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამჯერად მაინც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმაც კი არ მოიღო ამ დარღვევაზე, ეხლა მაინც გამოგვეხმაურებიან და გამოგვეხმაურება დიპლომატიური კორპუსიც. ამ ყველაფერს, რაც მე გითხარით, უსამართლობას და უსინდისობას ქართული ოცნების მხრიდან ემატება ის, რომ კანონი გაყალბებით იქნა მიღებული. ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ, რომელსაც წესიერების პრეტენზია აქვს, რატომღაც მით უმეტეს ამ კანონის შემდეგ შემიძლია ეს სიტყვა განსაკუთრებით ხაზგასმით თქვა, რატომღაც გააყალბა კანონი მეორე და მესამე მოსმენას შორის, ასე რომ კანონი თავისთავად უკვე უკანონოა, ის ყველა შემთხვევაში უნდა გაუქმდეს და მე ვწუხوار, რომ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ველოდი სამწუხაროდ, არ ეყო ვაჟკაცობა და გამბედაობა ამ კანონისათვის დაედო ვეტო იმის შიშით, რომ ეგრეთ წოდებული პრორუსული პარტიების მხარდაჭერა არ დაბრალებოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დღეს გვყავს ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც გვყავს. მე იმედი მაქვს, რომ არჩევნები მართლაც გარდატეხას შეიტანს და იმედი მაქვს იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა ამჯერად მაინც გააკეთებს სწორ დასკვნას და მსგავსი უსამართლობა, უსინდისობა, ყაჩაღობა ხელისუფლების მხრიდან აღარ იქნება მომავალში. ქალბატონო ნინო, მე რამდენადაც ვიცი, მაქვს შესაძლებლობა ერთი კითხვა რომ დაგისვათ პირდაპირ ეთერში, თუ არის ეს შესაძლებელი. თქვენ ახლა თავად ვიახსენეთ პრორუსული პარტიები და მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ ზურაბ ბიგვავას მიერ
გაკეთებული, როგორც ოპოზიცია ამბობს რეიტინგების მიხედვით, ქართული ოცნების შიდა კვლევების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში ვერ ხვდებით ვერც თქვენ და ვერც როგორც თქვენ თავად ვებძანეთ ეგრეთ წოდებული პრორუსული ვერც ერთი პარტია. ხვდებია მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, ალასანია, პაატა ბურჭულაძე ოპოზიციიდან და თავად ქართული ოცნება. ანუ თუ თქვენ სიტყვებს გავყვები და ამბობთ რომ ნაციონალებზე უფრო უარესი საარჩევნო გარემო შეგიქმნათ ეხა წინა საარჩევნო ოცნებამ, თქვენ შეგიძლიათ გვითხრათ ასეთი რამ რომ განიხილება რომ თქვენ ვერც ერთი ვერ მოხვდებით პარლამენტში, ვერც თქვენ, ვერც პატრიოტთა ალიანსი და ვერც ერთი სხვა პარტია. ნუ ამის სურვილი ძალიან ბევრს აქვს, ალბათო ინგა, რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე არ მithქვამს პრორუსული პარტიები, მე ვთქვი ეგრეთ წოდებული პრორუსული პარტიები. ეხლა ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს ბატონი ბიგვავას და ქართული ოცნების და სხვების შეკვეთილ კვლევებზე. სრულიად ნათელია, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ასრულებენ კონკრეტულ დავალებას, როგორც პარტიული ორგანიზაციების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, რომელსაც რა თქმა უნდა რომ პარლამენტში იხილოს ალასანია, ნაციონალები და რესპუბლიკელები და არავინ სხვა, მაგრამ ეს იმედი მათ ნამდვილად არ აუსრულდებათ არც ერთ შემთხვევაში. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი, როგორი სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მოსახლეობაში. ჩატარდება არჩევნები და ძალიან ბევრის, ესე ვთქვათ, შეშინებულ და შეშფოთებულ სახეს დაინახავთ, იმიტომ რომ მე ღრმად ვწამს, რომ მოსახლეობა მიიღებს აბსოლუტურად სწორ და ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ მხოლოდ მე და ჩემს პოლიტიკურ გუნდს აგვაქვს რეალურად ისეთი ინიციატივები, რომელსაც შეუძლია გარღვევა მოახდინოს ქვეყნის როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე საშინაო პოლიტიკაში. მე არ მგონია რომელიმე ჭკუატყოფილმა ადამიანმა თავისი ახლობელის ავადმყოფობის შემთხვევაში მომღერალს მიუყვანოს სამკურნალოდ და არა ექიმს და ამ შემთხვევაში ის ექიმი, რომელიც